კარგ მამებს გარკვეულ შემთხვევებში მაინც ხავთ, ან თულებოთ ასე ვთქვათ, გამოზდით სუდი შვილები. ათასობით შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში. 1000-ს რასაკვირველია ვერ ჩამოგისახეთ, არც ვეცდები. ასობით შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, ასობით შემთხვევას ვერ ჩამოგისახერებთ, ვერ გავიხსენებ და არც ვეცდები. თუმცა ზოგადად ვიტყვი, ჩვენ ყოლია რამდენიმე კარგი ან საუკეთესო მონარქი. 3-4, ვინც ის და 5-იც. მთელი საქართველოს ისტორიაში, ხო, საიდანღაც დღემდე მონარქიის დასასრულამდე. აი უკანასკნელი მონარქი ერთიანი საქართველოსი არა, აღმოსავლეთ საქართველოსი იყო ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მე-12. დამოუკიდებლად იმისა, როგორ უყურებთ მამამისს, როგორ აფასებთ, რამდენად შეცდომიანად მიგაჩნიათ ერეკლე მეორე, დამარცხებული კრწანისის ომში და გარდაცვლილი 1798 წელს, ასაკიანი კაცი, რომელიც ხმალს იქნევდა და ბევრი ჭრილობა ჰქონდაო, ისტორიკოსებიც ამბობენ ამასთან, მწერლებიც, ასეც არის. დამოუკიდებლად იმისა, როგორ აფასებთ ერეკლე მეორის მასშტაბურ კაცს უდავოდ, შეცდომიანს, მაგრამ მასშტაბურს, მისი შვილი უგვანთა შორის უგვანი აღმოჩნდა. გიორგი მე-12 არის მთავარ ავტორი 1801-1802 წელს მომხდარი იმ საშინელი ტრაგედიისა, რომლის შედეგადაც საქართველო მთლიანად, კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველო თავდაპირველად და უკვე შემდგომ სისხლში რომ ჩაახშეს იმ რეგიონების აჯანყებები, იმ რეგიონებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა. გიორგი მე-12 მთავარ ავტორია მეთქი, აკი გითხარით და კარგ მამა ერეკლეს გამოუვიდა ასეთი უგვანი, უგვანთა შორის უგვანი, შვილის აქიჭამია გიორგი მე-12. სხვა მაგალითების გახსენებაც შეიძლება, რასაკვირველია, მე-19 საუკუნეშიც, მე-20 საუკუნეშიც და არა მხოლოდ მონარქებს გულისხმობ მე-19 საუკუნემდე, არამედ სხვა აი საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, შემოქმედ ხალხს, ხელოვან ხალხს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც კარგ მამებს, კი არა, ცუდ მამებს კარგი შვილები გამოსდით. პირიქითაც ხდება ხოლმე. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა თუ მაგალითი არის ასეთი. ზვიად გამსახურდია დამოუკიდებლად იმისა, როგორ ვაფასებთ ამ კაცს უკვე დღეს. ზვიად გამსახურდი არის მთავარ ავტორი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი სწორედაც რომ ზვიადი იყო დისიდენტი კაცი. ზვიად გამსახურდია, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია აღიდგინა 70-იან წლებში მომხდარი ერთი ცნობილი ინციდენტის შემდეგ 91 წელს 26 მაისს გახდა დამოუკიდებლობის დღეს გახდა პრეზიდენტი და დამოუკიდებლობა კი აღდგა საქართველოს 9 აპრილს იმავე წლის 31 მარტს მანამდე 9 დღის ადრე ჩატარდა რეფერენდუმი გამსახურდიას დაუსწრებით. მე არ მინდა ახლა მაინც და მაინც დიდად გავაკრიტიკო კონსტანტინე გამსახურდია, მისი ვაჟი კოკო გამსახურდიას ძალიან ფართო თვალსაჩინო აქვს. მაგრამ კოკო გამსახურდია ვერ გაჰყვა ზვიადის გზას. არ მინდა ვთქვა, რომ უგვანი კაცია მეთქი, მაგრამ თანამშრომლობს რა ამ ხელისუფლებასთან და ამ ხელისუფლების ბოდვებსაც ხანდახანზე ხშირად, ან ხანდახანზე იშვიათად აფცელებს. მე უნდა შეუბედო კაცს, რომელსაც ვიცნობ პირადადაც, 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ შევხვედრი ვარ და სხვა შვილის წავშა რეფერენდებით. მისი უმცროსი ძმის არ იყოს გიორგის, რომელზეც ორ სიტყვას ვიტყვი ახლა. კოკო გამსახურდიას აქვს ეს კონფორმისტული და ჩემი მოსაზრებით ფრიად არასწორი პოზიციები, მოსაზრებები და ერთგვარად ანტიზვიადია. ზვიადი თავისუფლების სადარაჯოზე იდგა, კოკო გამსახურდია თავისუფლებას ვინც ებრძვის მათ სადარაჯოზეა. ეხლა რამდენიც არ უნდა გაიმართლოს საკუთარი თავი, რომ მე ეროვნულ ბიბლიოთეკას უნდა მივხედო, ეროვნული ბიბლიოთეკა საპატრონოა, აბა არა და ასე შესაპატრონო. განა არა. მაგრამ მაინც ამ ხელისუფლების სამსახურში გამოდის ეს ოდესღაც პერსპექტიული კაცი, განათლებული კაცი, ფართო თვალსაჩინო კაცი, მაგრამ ვაგლახდა სამწუხაროდ. ასეთი მე არ მინდა თქვა, რომ კოკო უგვანი კაცია, არავით არა. შემთხვევაში ამას არ ვიტყვი, არასდიდებით, მაგრამ ვერ ის მასშტაბი, იმ მასშტაბისა რომ ვერ აღმოჩნდა რა მასშტაბისას იყო, ან ბაბუამისი
დიდი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც არ მიბაჭდია, რომ საუკეთესო მწერალია მე-20 საუკუნისა. ეგ რა მაგის პასუხია ხომ აქვს ჩემი მოსაზრების გამოთქმის უფლება, გაზიარების უფლება გუშინ ნოდარ დუმბაძეზე ვთქვი ეს და ბევრმა შემომიტია Facebook-ზე იყო თუ არ ვწდები. ხო, ბევრმა შემომიტია, არც კონსტანტინე გამსახურდია არის საუკეთესო მწერალი მე-20 საუკუნეში, საუკეთესო 5-ეულში ან 10-ეულში შეიძლება არის 7-ეულში მყოფი არ არის, არ მგონია. არ მგონია რომ მისი დინოსტატის მარჯვენა მისი თვარის მოტაცება არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდია იყო ისეთი როგორიც იყო. მისი შვილი იყო ისეთი როგორიც იყო ერთის და მეორეც საქართველოს სამსახურში იყვნენ კოკოც დავარქვათ ესე რომ არის საქართველოს სამსახურში, მაგრამ ამავდროულად არის ქართული ოცნების სამსახურში, რომელიც თავისუფლად საქართველოს სამსახურში არ არის. მაგრამ ახლა კოკოსაც თავი დავანებოთ. ზვიად გამსახურდიას მესამე ვაჟი არის გროზნო გამოვლილი გიორგი გამსახურდია, რომელიც რა კოკო და რა ცოტნე საერთოდ რას ვერჩით. ამ ტკივილი ამ კაცს კოკო გამსახურდია უმცროსი ძმა გიორგი გამსახურდია, შვილი მანარჩვაძე გამსახურდიასი. თავიდან ბოლომდე ანტიზვიადი კაცია აღმოჩნდა ღირებულებებით 90-იანი წლებიდან. მან დაიწყო მსახურება ედუარდ შევარდნაძისა. აი მამამისის ზვიად გამსახურდიას იდეური ან კონცეპტუალური მტრისა. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში მღებრიშვილი რო იყო ის პოლიციის სამმართველოს უფროსი თუ არ ვწდები, აღარ არის ეს კაცი თემურ მღებრიშვილი ერქვა თუ არ ვწდები და არ ვწდები, მის სამსახურში იყო მიწყეთს, ისიც წაშლილი მყავს კოკოსი არ იყო სხვადასხვა Facebook-იდან. წავშალე. მერე იყო რაღაცა დიპლომატიურ სამსახური თუ ქვია ამას თუ არ ვწდები პოლონეთში, მანამდე იყო ტელევიზიაში ოდერი იყო, მოკლედ პოლიციაშიც არ იყო, გიბოდიშებთ. იყო ძაღლობაში. და ესეც არ არის კიდევ თავართა შორის თავარი კოკო გამსახურდია, ძმა გიორგი გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, თავიდან ბოლომდე თავნადურთია ამ ქართულ რუსულ იგივ რუსულ ოცნებაში, ანუ ქართულ ბიზნეივარის შვილთან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერია და ასე რომ ამბობენ ხოლმე ზვიადი საფლავში ტრიალებს, მე ეპიდემიოლოგიურად ცხადია ამას ვერ ვიტყვი, არ ტრიალებს ზვიადი საფლავში. მაგრამ ზვიადი რომ ცოცხალი იყოს, ვაგლახდა სამწუხაროდ და ობიექტურად ზვიად გამსახურდია შვილს ალბათ კი არა ნახდად საქციელ წარმოუწონებდა ჩემი აზრით. ის პრეზიდენტი ვეღარ იქნებოდა 39 წელს დაბადებული ზვიად გამსახურდია, ახლა 87 წლის იქნებოდა, მოგეხსენებათ 31 მარტს გახდებოდა 87 წლის შესაბამისად ასაკში შესული პირველი პრეზიდენტი ლექციებს რომ კითხულობს ის და ასე შემდეგ, მაგრამ შვილებს გახედავდა თუ არა, ცოტნეს არ გულისხმობს, ცოტნე ტკივილიანი კაცია, ცოტნე რამდენადაც თუ სწორე ვაფასებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია იმ ინციდენტის შემდეგ, ამიტომ მას არ შევეხები და რაც მახსოვს ცოტნეს უმრავლეს შემთხვევაში სწორი სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა გიორგისაგან, რომელიც ბილდს სიტყვაობის განსახიერება არასწორი პოზიციებისაც თვითონ და კოკოსაგან განსხვავებით. კარგი, ესეც არ არის ახლა მნიშვნელოვანი. საუბრობ იმაზე, რომ კარგ მამებს გამოსდით ცუდი შვილები. რატო ყვები ამ ყველას? ფეხბურთელებიც ესეა სხვა შორის, ხო? ცუდი ფეხბურთელი, ვის არ გამოსვლია, რომელ დიდ ფეხბურთელს არ გამოსვლია ვაჟი მისი, ყოფილა ცუდია იოჰან კრუიფი, მაგალითად, მისი შვილი ხორდი კრუიფი, და სვირჩია ხორდი კრუიფს, მაგრამ მამამისი საჩრდილიც კი არ იყო. კარგი ფეხბურთელებზე რო არ ვლაპარაკობ, ხო ხდებით ახლა. იცით თქვენ რომ ჩვენს ქვეყანაში, ბოდიში, მეთქვა დავასვათ ახლა საკითხი. რამ დაანგრია საბჭოთა კავშირი? ვინ დაანგრია საბჭოთა კავშირი? ბევრი თქვენგანი მეტყვის რომ დაანგრია პერესტროიკა, ასეა. პერესტროიკამ რასაკვირველია დაანგრია. 85 წელს დაიწყო ეს პერესტროიკა. მანამდე პირველი მდივანი იყო ჩერნენკო, ასე ბრეჟნევის შემდეგ ანდროპოვი, ეს კგბ-შნიკი კაცი, მერე ჩერნენკო. ეს ორი უკანასკნელი მალევე მოკვდა, მიძახლა. მერე მოვიდა გორბაჩოვი. გორბაჩოვმა დაიწყო ეს გლასნოს პერესტროიკა, ასე შემდეგ, მაგრამ ვინ უბიძგა? ჩვენ შვილ დარჩეს. ვინ უბიძგა და დასავლეთმა უბიძგა? რეიგანმა, რონალდ რეიგანმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბოროტების Evil Empire.
ბოროტების იმპერია უწოდა საბჭოთა კავშირს და დაიწყო მოგუდვა და 80 წელს ოვალურ კაბინეტში შესული 20 იანვარს პრეზიდენტი რეიგანი 99 წლის 20 იანვარს გამოსული ოვალურ კაბინეტიდან ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად აღარ მუშაობდა საბჭოთა კავშირის დანგრევას უფროსი ბუშის დროს დაიგრა ფორმალისტურად, თუმცა დასაკვირველია რეიგანის დამსახურება. რეიგანის და ზოგადად დასავლეთის ბრიტანეთში იყო პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, რომელიც უმასშტაბურესი იყო და თუ ვინმე მეტყვის რომ ჩერჩილზე არანაკლებ მასშტაბური იყო ქალბატონი ტეტჩერიო, შეიძლება ვეკამათო. ჩერჩილი ძალიან მასშტაბური კაცი იყო გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისიდან, აი ჩემბერლენი რო ჩაანაცვლა მას შემდეგ, მაგრამ ტეტჩერიც არ იყო ტეტჩერი თავის შეცდომებით, აი არგენტინასთან იმართებაში, ფოლკლენდის კუნძულებთან იმართებაში და ასე შემდეგ ირლანდიელებთან იმართებაში, ტეტჩერიც არ იყო ცუდი კი არა, სუსტი კი არა, ესეთი აი ჩამოსაწერი. ის შეიძლება გაეჯიბროს კიდეც ისტორიაში მასშტაბით ჩერჩილსაც კი. არა, ალბათ ჩერჩილი უფრო მთავარია, უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ტეტჩერის ჩამოწერაც არ შეიძლება. რეიგანმა, ტეტჩერმა, კოლმა, მე მგონია რომ კოლის ნაირი კანცლერი გერმანიას არ ყოლია, კოლის შემდეგ ასეთი კანცლერი არ ყოფილა. მერკელი იყო თავიდან ბოლომდე ანტიკოლი, მერცი ერთგვარადზე მეტად ანტიკოლია შოლცზე და იმ რაგვარია შროდერზე გაზპრომის თანამშრომელი რო გახდა იმაზე აღარც ვლაპარაკობ. შროდერის შვილი ხო მას ჩავხედავ და კარგად მოგახსენებთ. რამდენად უგვანები არიან შროდერები, თუ არ ვწდები შროდერი შვილიც გვარი და თუ უგვარია, მაგრამ აღარ გადამიმოსმები, ამიტომ აღარ გამოვახვლებ ამაზე ყურადღებას. ცუდი თუ ესია ცუდი მამის ცუდი შვილი გამოდის. 84.7%-ია მათი დამსახურება რეიგანის პოლიტიკის. მაგრამ შესაბამისად 15.3% კიბოდი შევდო. ვისი დამსახურება საბჭოთა კავშირის დანგრევას? ვინ გამსახურდიას? მერაბ კოსტავასი ჩვენ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებად ქცეული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებად ქცეული ორივე მოკლულია სხვათა შორის. ძვიადის და მერაბიც. მერაბი 99 წელს 9 აპრილიდან 6 თვეში. ადამიანის უფლებათა დამცველები 70-იანებში. მათ ერთი დამსახურება აქვს, მაგრამ იყვნენ საბჭოთა კავშირში დისიდენტები. ეკოსტავას თუ არ მივიღებთ ხედელობაში. უმასშტაბურესები. კოსტავას რო გაეჯიბრებოდნენ მეთქი. იტყვი ასე. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ასეთი კაცი ანატოლი შერანსკი, რომელსაც 13 წელი მიუსაჯეს, როცა დაიჭირეს 77 წელს. მეორე დისიდენტი იყო გინზბურგი, ვინც არაერთხელ ახსენებს, მათ შორის იმ სასამართლო პროცესს. აი ჭავჭავაძე, სურა, გოგა ხაინდრავა რომ მიურბეინებს ფოფხაძეს იმ კასეტას. შულს გაგიხრიდა რო ეუნება და სამჯერ რო ამეთ, ხუთჯერ რო ამეორებინებს მონტაჟის დროს ფოფხაძის ტელევიზია. გია ჭანტურია ვითომ 5ჯერ თქვა სურა ჭავჭავაძეს, 5ჯერ უხრეთ და შულს. იყო ასეთი გინზბურგი მოკლედ და იქ ახსენებენ ამ გინზბურგს. იყო ბუკოვსკი, ბრიტანეთში გარდაიცვალა ეს კაცი, ძალიან მასშტაბური დისიდენტი. სოციალისტურ ბანაკში ხაველი რო არ ვახსენოთ, არ შეიძლება რასაკვირველია, ხო? იყო ასეთი კაცი იური არლოვი, რომელიც დააპატიმრეს 77 წელს ისიც. და 7 წელი მისცეს და ბანაკები ახეხინეს. აი სხვათა შორის გამსახურდია ზვიადი, მაინც ესეთი კი, მათ შორის იმის გამო რომ ეგრეთ წოდებული ალეფჩავსო თქვენის ნებართვით მაინც ეგრეთ წოდებულ მონანიებაზე გავიდა. დიდხანს არ მჯდარა. კოსტავასაგან განსხვავებით, რომელსაც დაუმატეს პატიმრობის ვადა, რომელიც შიმშილობდა ჯანსუღ ჩარკვიანს თუ არ ვწდები აქვს ამგვარი მოგონება რომ ჩავაკითხეო პერმში. რომ ჩავაკითხეო და ესე იგი რომ გამოიყვანესო შიმშილობდაო და ხელი მოვკიდეთო, არ მახსოვს ვისთან ერთად იყო და
ხელი მომკიდეთო და კოსტავა გითხრა რომ აი ამ ტიპმა რუსმა ვარდა დამიხნახოს რომ ასეთი დავრდობილი ვარო ხელი გამიშტო ძლივს მოდასწრასებდა კაცი რკინის კაცი იყო მართლა რეიგანმა თქვა მასზე რომ რკინის კაცი იყვნენ ბალტიელი დიდი გავიხსენებ გვარებს ბალტიელი დიდი დისიდენტები ხო ძალიან დიდი მაგალითად უკრაინელი დისიდენტებიც იყვნენ აი უკრაინელი დისიდენტი ასეთი გვარის კაცი იყო არ მინდა ჩიზე მთავრდებოდა მათუსევიჩი თუ არ ვცდები და არ ვცდები აგრეთვე მირონოვიჩი თუ არ ვცდები ისინი 70-იან წლებში დააპატიმრეს და ზოგს 7 ზოგს 8 ზოგს 10 წელი მისცეს ბალტიელებიც იყვნენ იცით თქვენ და მithქვამს მე მგონი ხო გინსბურგზე გითხარით შერანსკიზე გითხარით შერანსკი ძალიან მასშტაბური დისიდენტი იყო მე მგონი აღარ არის ცოცხალი აი ზვიადთან ხო ბოდიში ისიც რომ გავიხსენოთ რომ ზვიადი და მერაბი ისე როგორც ხვები დააპატიმრეს გორამ დოჩანაშვილი მაგალითად იცით თუ არა დააპატიმრეს 1956 წელს პირველად 1956 წელს დააპატიმრეს იმხანად 16-17 წლის 9 მარტს 16-17 წლის ზვიადი და 16-17 წლის მერაბი და 16-17 წლის გურამ დოჩანაშვილი და ჰომა სიხარულიძე და სხვები და სხვები უკვე 70-იან წლებში ზვიადი გამოდის კი არა მალევე გამოდის 56 წელს დაპატიმრებული კონსტანტინე გამსახურდია ჩაერევა ამ პროცესში ერთგვარად და მნიშვნელოვანწილად ყველას გაანთავისუფლებენ და ზვიად გამსახურდია უკვე 70-იან წლებიდან ძალიან აქტიური ხდება იმ მონანიებამდე არ მივდივარ მაინც და მაინც აი 70-იან წლებში ანტისაბჭოთა მოქმედებებს აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ხო მე უკვე ზვიადი სხვებთან ერთადაც არის აი ხელსინკის კავშირი და ერთ-ერთი კაცი ვის ერთადაც არის ასეთი კაცი ვიქტორ ცხილაძე რომელიც ძალიან საინტერესო პერსონაჟია სოციალია ბატონი ვიქტორი მასზე ბევრი ზოგი კრიტიკული რამ მსმენია მას რამდენადაც მახსოვს და რამდენად ზუსტად მახსოვს მას აქვს ჰაიდეგერი ნათარგმნი უკვე შემდგომ პერიოდში წერილთა კავშირის წევრი იყო ან არ იყო არ მახსოვს მაგრამ მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს ფილოსოფიაში ფილოსოფოსობს თარგმნის ვიქტორ ცხილაძე არის ზვიადის და მერაბის თანამებრძოლი 70-იან წლებში ყოველ შემთხვევაში სხვათა შორის ვიქტორ ცხილაძე ისევე როგორც მერაბ კოსტავა და სხვები არიან ჰიტლერთან მყოფი გენერალ მაღლაკელიძის მიმდევრები ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ეს არის ნაცისტურ გერმანიასთან მყოფი არსებული ქართული ლეგიონი რომლის მიზანიც არის საქართველოს განთავისუფლება გასული საუკუნის 40-იან წლებში ხა შეგვიძლია ბევრი ვიკავოთ ამაზე რამდენად სწორედ ქმედებდა გენერალი მაღლაკელიძე და ზოგადად ეს ქართველთა ჯგუფი რომელიც ამბობდა რომ გერმანელების ახლობდეს არის ფილოსოფია მიდგომა რომ გერმანელების დახმარებით უნდა განთავისუფლდეს კავკასიის რეგიონი და კონკრეტულად საქართველო კოსტავას სხვათა შორის დაუსვავენ კითხვას შალვა მაღლაკელიძის თან დაკავშირებით რაც ეს კოსტავა მართლაც პასუხობს ასე შესაძლებელია ამ სტატიის პუბლიკაცია ნაადრევი იყო თუმცა ანუ გამოქვეყნებულია 70-იან წლების ერთ-ერთ გამოცემაში პუბლიკაცია ნაადრევი იყო თუმცა მომავალი ისტორიკოსების მიერ მაღლაკელიძის ცხოვრება ისევე აღიქმება როგორც დღევანდელი ისტორიკოსების მიერ გიორგი სააკაძისა მე გიორგი სააკაძეზე ეგრა მაგის პასუხია და მაინც და მაინც დადებითი აზრის არა ვარ თუ მაინც და მაინც ვკითხავ ხო და ეს ვიქტორ ცხილაძეც იყო მასთან ერთად კოსტავასთან ერთად და მაღლაკელიძის მომხრეთა შორის საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა ეს კაცი არ უნდა დავუკარგოთ მაგრამ როგორც აღნიშნე ცუდ მამებს კი არა კარგ მამებს ცუდი შვილები გამოსდით ხოლმე ხანდახან და ჩვენ ყველანი პასუხისგებელნი და მოგივათ იმისა რამდენი წლის არის ჩვენი შვილი ვართ ერთგვარად პასუხისგებელნი შვილებზე ჩვენს შვილებზე გვინდა არ გვინდა თუმცა დამოუკიდებელი პიროვნებები არიან რაც საკუთრებია მას შემდეგ რაც სრულწლოვანები შეიქნებიან გუშინ იყო ეხა კიდევ ერთი ამბავი გუშინ იყო და ჩემს ერთ კოლეგასთან მე მომიწია საუბარი თემაზე აი ამ რუსებმა რომ შექმნეს რაღაცა საბჭო მონიტორინგის საბჭო
რომელიც თავის მხრივ მიმართავს ხოლმე გამოავლენს მონიტორინგს მოახდენს ანტირუსული რიტორიკისა, ანტირუსული განცხადებებისა, მონიტორინგს გააკეთებს 3 თვეში ერთხელ წარმოადგენს საზოგადოებას ანგარიშს და ქართულგვარი ენდუსები არიან ამ ორგანიზაციის მოთავეები, სათავეებთან, გურამასათიანი აშუაშია, მაგრამ აი ხო და ეს ორგანიზაცია გააკონტროლებს ყველა იმ ანტირუს აბლიაშვილი ვთქვათ, ავიჩიოთ 32 ადგილას, ჩემზე წინ ვინც არის 31 პირი მათაც და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს მამუკა მდინარაძის მიერ შექმნილ და შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ სამმართველოს, რომელიც თავის მხრივ სიძულვილის ენას, ენის პრევენციაზე, აღკვეთაზე, ამოძირკვაზე, ბულინგის ამოძირკვაზე და ასე შემდეგ მუშაობს, გამოავლენს ფაქტებს და მიმართავს თავის მხრივ სასამართლოს და იტყვის, რომ აი დაბლიაშვილმა სიძულვილი პირობითად ხო დაბლიაშვილმა სიძულვილის ენა გამოიყენა რაღაც მამუკა მდინარაძის თუ ირაკლი კობახიძის მისამართით თუ გოგა ხაინდრავას მისამართით და მე უნდა ვამტკიცო, რომ გოგა ხაინდრავა ის მიმართ კიდე დავაკელი გოგა ხაინდრავას თუ რა ვთქვი მასზე ცუდი. ხო და ჩემს კოლეგასთან მე მქონდა საუბარი ამ თემაზე. ჩემ კოლეგას ვკითხე მე რომ კი მაგრამ ვინ არიან მეთქი სათავეებთან აი ამ ორგანიზაციისა, რუსული ორგანიზაციისა, ქართულ რუსული ორგანიზაციისა, რომელიც დააკვირდება ანტირუსულ რიტორიკას საზოგადოებაში არსებობს. ჩემმა კოლეგამ გამიმხილა, რომ არის რამდენიმე ქართველი და ასე შემდეგ და მათ შორის მითხრა, რომ ასეთი კაცია გულბაათ ცხილაძე. და ჩემს კოლეგას სალომეს მე ვუთხარი, რომ კი მაგრამ იცი თუ არა ვინ არის მამამისი მეთქი. და მამამისი მეგობრებო არის აი ის კაცი, რომელიც ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყო. ანუ ვიქტორ ცხილაძის შვილი გულბაათ ცხილაძე. ვიქტორ ცხილაძე მამამისი. ვიქტორ ცხილაძე არის 85 წლის. მამა შესაბამისად იყო ვერმახტის ანუ ვიქტორი არის ვერმახტის მოტრფიალე და წითლების მოწინააღმდეგე. შვილები არის წითლების სამსახურში. შვილი გულბაათ ცხილაძე ფინანსდება რუსეთიდან. ფინანსდება არაოფიციალურად. მას აქვს შექმნილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს დღეს. მას აქვს შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც ქვია მოდიში ახლა ვნახავ რა ქვია, გულბაათ ცხილაძე. ქართულ-რუსული ერთობა, ერთსულოვნება და სიყვარული. მოდის ვიხდი პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი. ვიკითხოთ რა მოხდა. გულბაათ ცხილაძე პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ ცხილაძე დააკავა. ანუ ის პირი, რომელიც სხვათა დაკავებას ცდილობდა, ან ცდილობდა რომ სუსტში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიეტანა ინფორმაცია ჩვენი ცუდი საქციელის, უკეთური საქციელის თაობაზე და ემუშავებოდა საქართველოს ხელისუფლებას უთუოდ, ახლა სუსმა თუ ზოგადად სახელმწიფომ დააკავა. კარგი ან შედარებით კარგი მამის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ვიქტორ ცხილაძის შვილი გულბაათ ცხილაძე. ეს ის ვიქტორ ცხილაძეა, გითხარით, რომელიც დისიდენტი იყო 70-იან წლებში, ზვიად გაერთიანთა დაპატიმრებული იყო, არ მინდა შემეშალოს და 3 წელი მოიხადა, რომელიც მუშაობდა თავის მხრივ, რამდენიმე ფილოსოფიური ნაშრომიც კი აქვს ნათარგმნი, მუშაობდა სხვა შორის ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაზე და ძალიან საინტერესო მიგდებები ან საინტერესო ნაშრომები აქვს უფრო ზუსტად. ტირობ იყო, როცა ის აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, მე ის დისიდენტურ ცხოვრებას ერთგვარად ჩამოსცილდა, თუ გულახდილებები ვიქნებით, ანუ 80-იან წლებში არ არის შვიათად ჩანს, თუმცა ბევრი მას დისიდენტურ წლებში პატივს სცემდა. ზვიადის ხოლმე ამდენად მახსოვს და შესაძლოა ვწდები, მასთან საკმაოდ ცუდ ურთიერთობაში იყო, ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ზვიადს, მაგრამ ზვიადს მეორე მხრივ ისთან არ ჩამოუყალიბდა ცუდი ურთიერთობა, მეთქი ამასაც ვიტყვი, რა ქვია, ხაზგასმით. აი ესეთი რამეები ხდება, მეგობრებო. ეხლა ჩემი ზოგი მეგობარი წერს, რომ გულბაათ ცხილაძე დააკავეს, იმიტომ რომ უკვე შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციის და რუსული ორგანიზაციის წარმომადგენელია, უკვე შემდგომ ერთგვარად მიეცეთ უფლება ბჭყალებში, რომ დააკავონ პროდასავლური ორგანიზაციების ლიდერები თუ თანამშრომლები თუ ასე შემდეგ და
ამით გაჩვენებენ რომ აგე ჩვენიანებსაც ვაკავებთ და თქვენიანებსაც მით უმეტეს შევეხებით მე ამანაც მაინც და მაინც არ მივყვები გულახდილად გეტყვით მე მგონია რომ გულბათ ცხილაძე უბრალოდ აღარ სჭირდება მოცემულ ეტაპზე რუსეთს და რუსეთისგან მიიღო საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ნებართვა იმის თაობაზე რომ დაეკავებინათ ეს რუსი კაცი კარგ მამებს ცუდი შვილები რომ გამოსდით აი თვალსაჩინო მაგალითი ეს არის ვიქტორ გულბათ ვიქტორისზე ცხილაძეზე ვსაუბრობ და ეს ვიქტორი აკითხაით იყო დისიდენტი. ჯერ გამსახურდია თანამებრძოლი ყოველ შემთხვევაში ერთი ხანობა 70-იან წლებში. კიდე რა ვთქვა? აღარ რუსეთი იცილებს ზოგიერთ თავის საკითხს. თუმცა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მართლმსაჯულებაა, თუმცა მართლმსაჯულება ჰქვია ივანიშვილისა. ამ კაცის მიმართ იქნება მობიერი. ანუ საჩვენებლად დაიჭერენ პირობთ ერთი წლის განმავლობაში ეყოლებათ საპატიმროში, სასამართლო მალევე გაიმართება ალბათ. და უკვე შემდგომ მე გაანთავისუფლებენ წელიწად ნახევარში. უდო შეეხება თუ ამ ბრალდებით არ გავიდა, თუ ჯაშუშობის ბრალდებით გავიდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გავიდა, ამ შემთხვევაში სიმართლე გითხრათ არ ვიცი. თუმცა პრორუსები აუცილებლად მათ შორის ეკლესიასთან მიყუშულებით აუცილებლად გამოჩნდებიან და პატრიარქ შიოს ესეც უნდა მეთქვა. და კარგია რომ გამახსენდა პატრიარქ შიოს აუცილებლად თხოვენ რომ იქნება პატრიარქმა შიო შუა ამდგომლოს გულბათ ცხილაძის საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან რომ ეს უკანასკნელი იყოს მობიერი ამ პრორუსი კაცის მიმართ. მე მივესალმები ნებისმიერ შემთხვევაში პრორუსების დაკავებას. ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები და აქვე დავუანონსებ ხელისუფლებას რომ ის რომ მე ამას მივესალმები არ ნიშნავს იმას რომ მე კრიტიკას შევარბილებ. ესეთები უხვად ყავთ უშუალოდ რიგებშიც, თქვენს რიგებშიც. იმათაც მოხდეთ ხელი, აბა თუ ბიჭები ხართ. კარგი მამების ცუდი შვილები არსებობენ. ვიქტორ ცხილაძეზე განსაკუთრებული ასრის არა ვარ აქვე გეტყვით, მაგრამ თუ ვიქტორ ცხილაძე მაინც დადებითი პერსონაჟია ჩვენ სინამდვილეში, როგორც დისიდენტი 70-იანი წლებისა, მე მინდა გითხრათ რომ მას უგვანი და ძალზედ უგვანი და რუსი შვილი გამოუვიდა აღზარდა, ასე ვიტყვი. რაც ფრიად ცუდია, თუმცა შვილი რასაკვირველია, მამა შვილის ქმედებაზე არ ნაკლებად აგებს პასუხს, ისევე როგორც შვილი მამის ქმედებაზე ჩვენ გაცილებით უარესი ხო, მაგალითების დასახელებად შეგვიძლია. ხო, ამის თქმა მინდოდა. ახონის